მე ვარ დალი ბერულავა, ექიმი ნევროლოგი. აფხაზეთიდან ვარ, დავიბადე და გავიზარდე სოხუმში. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ვიქნებოდი ექიმი. ალბათ ეს მეტწილად დედაჩემის ზიზე ანთელავას მაგალითით იყო განპირობებული. მოგეხსენებათ, აფხაზეთში მაგით ცნობილი მიან გინეკოლოგი იყო. ახლა დღევანდელი გადასახედიდან არჩევანის წინაშე რომ დავდგე, ალბათ ისევ ამ პროფესიას ავარჩევდი. სხვა არც წარმომიდგენია სხვა დარგში ჩემი მოღვაწეობა. პროფესიული თვალსაზრისით პრაქტიკულად ყოველ დღე ჩვენ ამ ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგევარ. როდესაც ამ კაბინეტში შემოვა ესეთი მძიმე პაციენტი ტკივილით დატანჯული და გეტყვის, ექიმო, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. რა თქმა უნდა, და მე ცოტა ხანში შევხვდები და გეტყვის, რომ ცოცხალი ვარ და დიდი მადლობა ამისთვის და ახლა ამაზე მეტი ესე ვთქვათ სიამოვნება და მაყოფილება ექიმისთვის ყველა კოლეგა ალბათ და მეთანხმება არ არსებობს. და ყველა კარგად ვიცით, რომ იმის უკან უზარმაზარი შრომა, უძილო ღამე და სწავლა. პრაქტიკულად ყოველდღიური სწავლა. იმიტომ რომ თუ შენ ყოველ დღე რაღაც ახალს არ შეიძენ, ჩამორჩები რიტმს, რაც აი ამ თანამედროვე მედიცინას ახასიათებს. აფხაზეთთან პრაქტიკულად ძალიან ხშირი კავშირი გამოჩნდა, იმიტომ რომ იქ უამრავი ჩემი ნათესავი ახლობელი მეგობარი ცხოვრობს. ძალიან ბევრი ჩამოდის აქ სამკურნალოდ. და ძალიან მიხარია, რომ შემიძლია მაგათ გაუწიო სათანადო დახმარება. და გითხრათ, რომ აი სოხუმის მიმართ ყოველთვის მქონდა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული გზნობა. უკრაინაში როცა სწავლობდი და ჩავდიოდი სოხუმში არ დადაგებდა, სულ მეგონა, რომ ეს 3-4 თვე არ მისუნთქია და სოხუმში მეხსნებოდი რაღაცნაირი ისეთი. და ეს ახლა 30 წელი სულ მგონია რომ ვერ სუნთქა.